გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროპული და არაბული სახელმწიფოები, კანადა და აშშ, ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის 70 მილიარდის მოცულობის დახმარების გამოყოფისთვის მზად არიან. გაეროს განვითარების პროგრამის მიმართულების ოფიციალური პირის ჯაკო კოლიერსის განმარტებით, ღაზის სექტორში ომმა დაახლოებით 55 მილიონი ტონა ნანგრევები გამოიწვია, რის გამოც ტერიტორიის სრულად აღდგენას შესაძლოა 10 წლეულები დასჭირდეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, რამაც ღაზის სექტორში 2 წლიანი ომი დაასრულა. ომმა ჯამში 70,000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ადამიანური დანაკარგის გარდა ტერიტორიაზე თითქმის სრულად განადგურდა საცხოვრებელი თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურა. გაეროს ერთ-ერთი ორგანოს სატელიტური ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში შენობების 83% განადგურებულია. ტრამპის მედიაციით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ეტაპები ღაზის სექტორის აღმშენებლობასაც ითვალისწინებს, რასაც 10 მილიარდი დოლარი დასჭირდება. გაეროს განვითარების პროგრამის ოფიციალური პირის ინფორმაციით, რეკონსტრუქციაში საკუთარი წვილის შეტანის სურვილი უკვე არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის კანადამ და ევროკავშირის სახელმწიფოებმა გამოთქვეს. შეთანხმების მიხედვით ღაზის სექტორის ეკონომიკურად გაძლიერებაში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკული კომპანიები იქნებიან. გაეროს განვითარების პროგრამის განცხადებით, ამ დრომდე ღაზის სექტორი 91,000 ტონა ნანგრევებისაგან გაასუფთავეს და აღნიშნულს კვლავაც განაგრძობს.